იმ ფონზე, როცა გაჟონვის კვალი იმ თავითვე არ წარმოადგენს დარღვევას, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ნების იდენტიფიცირება არის შეუძლებელი, ხედავთ საკითხის კვლავ სპეკულაციურად წამოჭრის მცდელობას, რაც ადასტურებს, რომ ფარულობის თემა არა მხოლოდ ამ არჩევნებზე, არამედ გასულ წელსაც მხოლოდ მანიპულაცია იყო და არ ეყრდნობოდა ფაქტებს. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო პროცესს დღეს დილიდან აკვირდებიან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლები და მათ მიერ პროცესი ფასდება როგორც შვიდი და პოზიტიური. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოვუწოდებთ ამ მომრჩევლებს არ შევიდნენ შეცდომაში სპეკულაციური და უსაფუძვლო განცხადებებით და დაეყრდნონ საარჩევნო ადმინისტრაციის ოფიციალურ ინფორმაციას, საჭიროების შემთხვევაში ინფორმაცია გადაამოწმონ საარჩევნო ადმინისტრაციის შესაბამის საკომუნიკაციო საშუალებებზე. ახლა კი გაგაცნობთ ინფორმაცია საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ. მიმდინარე საარჩევნო პროცესი აჩვენებს, რომ ისევე როგორც გასულ წელს ამ მომრჩევლებმა ძალიან კარგად და მარტივად მიიღეს ელექტრონული ტექნოლოგიები და შეუფერხებლად აკეთებენ საკუთარ არჩევანს. ამ მომრჩეველთა აქტივობა შემდეგია. 17 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე მივიდა 1,175,817 ამომრჩეველი, რაც ამ მომრჩეველთა საერთო რაოდენობის 33.5%-ია. აქვე შეგახსენებთ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ კანონმდებლობით განსაზღვრულ პროცედურებს, კენჭისყრა სრულდება 20 საათზე, ამ დროისთვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩევლებს და ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას შეძლებენ. მადლობა. საჩივრებთან დაკავშირებით შემდეგ ბრიფინგზე მოგახსენებთ დეტალურ ინფორმაციას, რაც შეეხება დარღვევებს. დარღვევები არის, მაგრამ ხელშესახები არ არის არაფერი. მიმდინარეობს პროცესი მშვიდად, საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, რომ კანონით დადგენილი ფუნქციები შეასრულონ, ხელი არ შეუსვამონ საარჩევნო კომისიას მუშაობაში, რომ ჩვენ შევძლოთ მშვიდად პროცესის ბოლომდე მიყვანა. მაგალითად, ჩვენ დილითაც ვახსენეთ, საჩივარიც არის დაწერილი იმასთან დაკავშირებით, რომ ორი ბიულეტენი იყო გაცემული, ან არ იყო სწორად უბნის მოწყობის წესი იყო დარღვეული, რომ ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, თუმცა კენჭისყრის შენობაში არსებითი დარღვევები არ ყოფილა, ისეთი დარღვევები, რომელსაც შეეძლო პროცესისთვის ხელი შეეშალა.